ეს სისტემა, რომელიც ყოველთვის საჭირო იქნება, ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება და რაც თავარია, ეს სისტემა, როცა ყველა ჩვენგანი თითოეული მოქალაქის გააზრება, ჩართულობა არის მეტად მნიშვნელოვანი, კერძოდ შემოგვიერთდა საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი იზორია, ჩვენ ვისაუბრებთ მასთან ერთად თემაზე ქუჩების ცოცხლისთვის. როგორ გავხადოთ უსაფრთხო ფეხით გადაადგილება და ასევე ველო გადაადგილება დილომშვიდობისა. მოგესალმებით, აი ბოლო ველო გადაადგილებაზე სულ არის საუბარი, ცოტა ხნის წინ ვიყავი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც ძირითადად ველო მოსიარულეები არიან და ეს ცხადია და არის ხოლმე საუბარი თბილისში რა კარგი იქნებოდა რომ იყოს, რატო არ არის, როგორ არის. სანამ ამ ველო გადაადგილებაზე მივალთ, ზოგადად ვისაუბროთ, რა სიახლეებია, რა სასიკეთო სიახლეებია, რამე თუ ცვლილება თუნდაც ჩვენი ბოლო საუბრიდან დღემდე და როგორია მოლოდინები. მოგეხსენებათ 15 მაისს ჩატარდა საქართველოში გაეროს კონფერენცია, ესე რომ ვთქვათ, საგზაო უსაფრთხოების, რომელიც კვირეულს ეხებოდა და ეს კვირეული იყო ცნობიერების ამაღლებას. ეს იყო ველოსიპედისტებისთვის და ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის მათ უსაფრთხოებას. გლობალურად ვიცით, რომ 1.200.000 ადამიანი უღუპება და 50 მილიონი ადამიანი ტრავმას იღებს, თუმცა ყოველი 4 შემთხვევიდან გლობალურად ერთი არის ფეხით მოსიარული ან ველოსიპედისტი. ამიტომ ეს ერთკვირიანი მთლიანი კამპანია მსოფლიოში ეძღვნებოდა ზუსტად ამ ადამიანებს და იყო სლოგანები ქუჩების სიცოცხლისთვის და გავხადოთ ველო და ფეხით გადაადგილება უსაფრთხო. ამ ეგიდით, ანუ გაეროს ეგიდით ჩატარებული კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო, იყო სხვადასხვა მხარეები მოწვეული, როგორც სხვადასხვა სამინისტროები, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები და შევეხეთ ძალიან ბევრ თემას, რომელიც ამ პრობლემებს უკავშირდება. თუმცა სამწუხარო არის ის, რომ 2023 წელს თუ საქართველოში გარდაიცვალა მაგალითად 95 ფეხით მოსიარულე, 24-ში 101, ხოლო ეხა გამოქვეყნდა 3 თვის მონაცემები და 50 ადამიანი, ანუ ფაქტიურად წლის განმავლობაში რაც დაღუპული იყო წინა წელს, მის ნახევარი უკვე 3 თვეშია გარდაცვლილი და აქედან გამომდინარე არა მარტო საქართველოში გლობალურად იზრდება ეს ტენდენცია და ამიტომ არის ყურადსაღები ეს პრობლემა და ძალიან ბევრი რიგი მიზეზების გამო ხდება ამ ესე რომ ვთქვათ სტატისტიკის მატება და ვფიქრობ ამ პრობლემაზე მუშაობა არის ძალიან საყურადღებო და ყველა უწყების ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი ამ კუთხით. დიახ. რეალურად რომ ვილაპარაკოთ, გასაგებია რომ ევროპაში უფრო მეტად არის განვითარებული ვთქვათ ის ქვეყნებში ველო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ვთქვათ ადგილები, ტერიტორიები, გადაადგილება მათი უსაფრთხოება და ასე შემდგომ ეს ყველაფერი მაღალ დონეზე არის, ასე ვთქვათ, ხო? ჩვენთან საქართველოში რამდენად არის შესაძლებელი რეალურად რომ ვისარგებლოთ ველოსიპედებით ისე რომ შეიქმნას უსაფრთხო გარემო და ყველგან შევძლოთ გადაადგილება და არა მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში. და აქვს თუ არა მნიშვნელობა ლანდშაფტს, ქალაქის მდებარეობას, იმიტომ რომ ჩვენთან ხა მაინც მთიანი ქალაქია, ხო? ეს ბედნიერება გვაქვს სიტყვაზე, არის ადგილები, სადაც ხალხს ანდახან ფეხით ავლავებს ნაბიჯების და როცა ვადებთ ქალაქებს, როგორც დავუშვათ დუსელდორფია, სადაც ვიყავი ცოტა ხნის წინ და პირდაპირ ვაკეზია. აი ესეც და რამდენად შეიძლება მოტოციკლის ისე რომ აქაც ჩვეულებრივად ადაპტირდეს. თუმცა არის ესეც სპეციალური ველოსიპედები, რომლითაც შეგიძლია ნებისმიერ ადგილას გადაადგილება. ნამდვილად თანამედროვე ველოსიპედები, როგორც ელექტრო, ასევე ჩვეულებრივი ველოსიპედები, ანუ იმდაგვარად არის უკვე მოწყობილი, რომ ადამიანს არ უჭირს სიმაღლეებზეც ასვლა და დაძლევა. შესაბამისად, თუ მაგალითად საქართველოს ქალაქებზე ვისაუბრებთ, თბილისში დაიწყო ეს ტენდენცია და ასევე ბათუმშიც არის, თუმცა სხვა ქალაქებში მეტნაკლებად არ გვხვდება ველობილიკები. თვითონ ველობილიკებსაც გააჩნია თავისი სტანდარტები, როგორც ტროტუარებს. ვიცით, რომ როგორც ფეხით მოსიარული, ასევე ველოსიპედისტი არ არის დაცული, როცა ავტომობილთან შემხებლობაში ხდება. ანუ ამ შემთხვევაში ყოველთვის უპირატესობა ენიჭება ფეხით მოსიარულეს და ველოსიპედის. აქედან გამომდინარე, უფრო უსაფრთხო ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, მაგალითად, ფეხით მოსიარულეების უსაფრთხო ტროტუარები უნდა იქნეს გამოყენებული და ის თანამედროვე მიდგომები, რომლებიც ესე რომ ვთქვათ, შეზღუდავენ ფეხით მოსიარულთა გარდაცვალების ფაქტებს და ასევე ველობილიკების იმ დაგვარად მოწყობა, რომ ავტომობილებს არ ქონდეთ საშუალება კვეთა ქონდეთ ველობილიკებთან. ჩვენ მაგალითად ერთ-ერთ მაგალითს გავიხსენებდი, აი ვთქვათ, მტკვრის სანაპიროზე რამდენი ადამიანი გინახავთ, რომ დღის განმავლობაში გადაადგილდება ველოსიპედით. ანუ ყველას ეშენია გადაადგილება გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილები მაინც გადადიან ველობილიკების ზოლში და ფაქტიურად გამოდის, რომ ყველა გვაქვს ეს ველობილიკები დახაზული. აქედან გამომდინარე, თუ რაღაცას ვაკეთებთ, უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი საქმე, ეს ველობილიკები უნდა იყოს გამოყოფილი, შესაბამისად უფრო მეტი მანიშნებლები უნდა იყოს, მკაცრი აღსრულება უნდა ხდებოდეს, მაგალითად გავიხსენებდი ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ველობილიკი დახაზულია, თუმცა ერთგვარ პარკირებად არის ქცეული მთლიანი ტერიტორია და ველოსიპედისტი როცა მოდის, მას არ შეუძლია გადაადგილება და იგი იძულებულია გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პოტენციალი არის ძალიან დიდი, მით უმეტეს
გლობალურად მთელი მსოფლიო უკვე გადავიდა განვითარებული ქალაქები მობილობის გაძლიერებაზე, ანუ პრიორიტეტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ველო და ფეხით გადაადგილება. კერძო ტრანსპორტი უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილების რაოდენობა იზრდება და ქალაქები უკვე იკეტება და პირიქით არის რამდენიმე ესე რომ ვთქვათ ქალაქი, სადაც ეს ავტობანები, ეს ესტაკადები აიღეს და პარკებად და სკვერებად გადააკეთეს და ადამიანებს მისცეს უფრო ღია სივრცეები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, სანამ გვიანი არ არის აუცილებელია პირველ რიგში განავითაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შემდგომ უკვე ეს ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტათვის შევქმნათ უსაფრთხო ინფრასტრუქტურა. ეხლა თუ ვაკეთებთ ველობილიკებს და ტროტუარებს, მაგრამ ადამიანი ამაზე უსაფრთხოდ ვერ დადის, მაშინ მისი სარგებლიანობა არის ძალიან დაბალი კოეფიციენტი და გამომდინარე აქედან. აქ მხოლოდ ფეხით მოსიარულებზე და ველომომხმარებლებზე არის საუბარი, ხო? მირაკლი თავისთავად მათზე ვინც არის შეზღუდული უნარების მქონე და გადაადგილდებიან საკუთარი ეტლით და რა თქმა უნდა იყოს გარემო მთლიანად ადაპტირებული, შეშემო პირებზეც გადაადგილება უნდა იყოს ძალიან მარტივი. ბოლო პერიოდში სადაც მიწისქვეშა გადასასვლელები იყო, იქ ზედა მხარესაც დაემატა ზებრა გადასასვლელები, იმიტომ რომ სოფლიო პრაქტიკამ გვანახა ადამიანებს ეზარება თან ხშირ შემთხვევაში უჭირთ მიწისქვეშა გადასასვლელებში და თუ არ არის ამის მაინც უკიდურესი აუცილებლობა, ყოველთვის მიღებულია რომ და ეს კარგი რამ ახსენეთ, ეხლა თუ არ არის უკიდურესი აუცილებლობა და მე ამაზეც მინდა დავსვა ეს კითხვა და თქვენი მოსაზრება როგორია პროფესიონალების. სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში მართლა კოლაფსია, დღის ნებისმიერ განმავლობაში საცობებია და სულ არის მსჯელობა როგორ დავახციოთ თავი. რამდენიმე ადგილას კონკრეტული ადგილები შემილია დავასახელო, სადაც აი მაგალითად თავისუფლების მოვიდანზე, როცა იწყება ლეონიდის ქუჩა, იმიტომ რომ ყოველ დღე მეტებს იქ სიარული სამსახური მაქვს, იყო მიწისქვეშა, არის მიწისქვეშა. და იმის გამო რომ 1-2 ადამიანი, რომელსაც შეიძლება მართლაც რაღაცა დისკომფორტი აქვს, რომ გადავიდეს, ფერხდება ისედაც საცობიანი ადგილები. ასევე რამდენიმე ადგილი ესეთ, ეს სწორია თუ არა. რა თქმა უნდა, ქვეიც ენიჭება ალბათ უპირატესობა, როგორც თქვით, ასევე ყველაზე გვიმგზავრია ფეხი და უნდა იყოს მოწესრიგებული, მაგრამ სადაც არის საშუალება რომ იყოს მიწისქვეშა და ნაკლებად შეიწყუდოს და ნაკლები საცობი იყოს, არ შეიძლება რომ იყოს მიწისქვეშა და არა ზებრა? გეტყვით, ანუ ურბანული დასახლებები, სადაც დაბალია წესი, დაბალი უნდა იყოს სიჩქარე, იქ ყოველთვის გამართლებულია ზებრა გადასასვლელები, თუმცა სადაც 4-ზოლიანი მოძრაობა არის, ინტენსიური მოძრაობა არის, მაშინ რა თქმა უნდა მიწის ზედა გადასასვლელი უნდა იყოს ან მიწისქვეშა, იმიტომ რომ ნაკადები არ შეფერხდეს და მოძრაობის სიჩქარე რომ არ იყოს მაღალი. თუმცა საქართველოს თუ ავიღებთ, ჩვენთან ურბანულ დასახლებაშიც მაღალია სიჩქარე, იმიტომ რომ ევროპის ვერცერთ ქალაქს ვერ მეტყვით, სადაც 50 კმ/სთ-ზე მეტი არის ურბანულ დასახლებაში სიჩქარე, ჩვენთან არის 60 პლუს ტოლერანტობა კიდე 15 და გამოდის 75 და ძალიან მაღალია სიჩქარე. ზუსტად ეს არის მიზეზი სიკვდილიანობა, რომ გაზრდილია ფეხით მოსიარულეების, ანუ დარეგულირებული არ არის ქალაქში სიჩქარე და როცა ქვეითთან შეჯახება ხდება, ანუ ტრამვაკი არ ხდება, რომ პირდაპირ მისი გარდაცვალება ხდება. ამიტომ არის რომ ქალაქის მოწყობა ამ ინფრასტრუქტურის იმ დაგვარად უნდა მოხდეს, რომ უნდა იყოს შერწყმული იმ სიჩქარის ლიმიტებთან, ასევე აღსრულებასთან. ყველა ეს კომპონენტი უნდა იყოს ერთმანეთთან გადაჭაჭული და ამ შემთხვევაში მივიღებთ საგზაო საფრთხეების იმ სტანდარტს, სადაც ნაკლები ადამიანი დაგვეღუპება. თუმცა დღესდღეობით აღსრულებას მოიკოჭლებს, ჩვენ გვახსოვს წლების წინ, როცა საპატრულო პოლიცია აღასრულებდა ფეხით მოსიარულეებს აჩერებდნენ იმ ადგილებში, სადაც გადარბოდნენ ეგრეთ წოდებული საბავშვო ეტლებით დარბოდა ეს ხალხი, ჯარიმები იყო. თუმცა მე ბოლო პერიოდში პირადად არ მინახია, რომ საპატრულო პოლიციას იმუშავა გარკვეული პერიოდი. რა თქმა უნდა, იმუშავა და ეს კიდევაც იმუშავებს, როცა აღსრულება იქნება გაზრდილი და ვფიქრობ, რომ აღსრულების პრობლემა არის ზუსტად რადგან ამდენი ადამიანი არის დაღუპული. თუმცა თავისთავად არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, ხშირ შემთხვევაში როცა იგეგმება გადასასვლელები, იმ დაგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ თუ ადამიანის შეცდომას უშვებს, ეს არ უნდა იყოს მისთვის საბედისწერო. ანუ ხდება თანამედროვე მიდგომებით ისე დაგეგმა, რომ ადამიანს უბიძგებს, რომ არ დაარღვიოს საგზაო მოძრაობის წესები. ამიტომ არა მარტო დიდი ქალაქები საქართველოში, არამედ პატარა ქალაქები, თუნდაც ის ურბანული პატარა დასახლებები, სოფლები უნდა იყოს მოწყობილი, მაქსიმალურად ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული. მით უმეტეს თუ გვაქვს პრეტენზია ახლა ტურისტულ პოტენციალზე და მის გაზრდაზე, ფიქრობ, რომ უნდა იყოს იმ დაგვარად დაგეგმილი ყველაფერი, რომ ის ტურისტის უსაფრთხოდ გადაადგილდეს. ხშირ შემთხვევაში მე წლების უკანაც მინახია, როცა ტურისტები წერენ, რომ საშინელი მდგომარეობაა, ვერ გადავდივართ გზებზე, ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი და ეს არის ძალიან ცუდი და ქვეყნის იმიჯიც ამით ილახება. ამიტომ ფიქრობ, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით არის კიდე მეტი სამუშაო და უსაფრთხოების სტანდარტია გასაზრდელი, აღსრულება არის უფრო მეტად გასაზრდელი და ყველაზე რაც მთავარი არის ცნობიერების ამაღლება. ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, კარგი გზები, რაც არ უნდა მეტი იმუშაოს საპატრულო პოლიციამ აღსრულების კუთხით, თუ ცნობიერებას არ გავზით ადამიანების, მაინც დაარღვევენ. აქედან გამომდინარე, ფიქრობ, სახელმწიფო საინფორმაციო კამპანია არის აუცილებელი, მეტი ჩართულობა უნდა იყოს
უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, თუნდაც თბილისში მაგალითად გვაქვს შერეული ტიპის შუქნიშნები, სადაც ფეხით მოსიარულისთვის და მძღოლისთვის ერთდროულად ინთება მწვანე. ხშირ შემთხვევაში მძღოლმა არ იცის, რომ ფეხით მოსიარულისთვისაც მწვანეა და მასაც შეუძლია გადმოსვლა და არ უთმობს და მიფრინავს, როცა მისი გზა არის მწვანე და ამ შემთხვევაში ჩატაკება, ანუ დატაკებები ხშირად მომხდარა. აი ესეთი რაღაცები როცა არის, უნდა იყოს საინფორმაციო კამპანია, რომ რაღაცა დავუთმე ქვეითს, როცა მისთვის არის მწვანე და რაღაც, ანუ ბევრი რაღაცის მოფიქრება შეიძლება და მე ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი ვიცი, როცა ზოგი იტყვის, რომ აი ერთ წელიწადს ხომ ჩატარდა ეს კამპანია და აწირა საჭიროა, მოდი 5 წლის მერე ჩავატაროთ. ერთი წლიდან მეორე წლამდე იზრდებიან თაობები, იცვლებიან ადამიანები და შეხსენება ადამიანს ყოველთვის ჭირდება. ჩვენთან სამწუხაროდ ყოველთვის არის ის, რომ მე არ შემეხებას პრინციპი მოქმედებს და ვითომ არაზუსტ არ მომივა საგზაო შემთხვევა და ესე არ არის, ანუ ჩვენს ახლობლებს ხომ მოვსდით მეგობრებს ირგვლივ რო გავიხედავ და ანუ შეიძლება ჩვენც მოგვივიდეს, ამიტომ ეს ზიარი პასუხისმგებლობა უნდა იყოს როგორც მოქალაქეს, ასევე სახელმწიფოს მხრიდან და მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდო და რაც ყველაზე მთავარი არის, სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს ამ ინფორმაციის მიწოდება, სკოლებში უნდა იყოს, ბაღებში უნდა იყოს, შემდგომ უკვე ავტოსკოლები უნდა იყოს სერტიფიცირებული და აქაც კარგად უნდა ისწავლონ, არა მარტო მართვის მოწმობის ტესტები უნდა ისწავლებოდეს, არამედ ფსიქოლოგიურად უნდა უხსნიდეთ ადამიანებს თუ რა შედეგები მოყვება იგივე სიჩქარის გადაჭარბებას, ნასვამობას და სხვადასხვა პრობლემებს. აი ესეთი სისტემური მიდგომით შეიძლება მხოლოდ ამ პრობლემას ვებრძოლო და სხვანაირად გამორიცხულია, რომ თავი დავახციოთ. რა შეიძლება უსაფრთხოების ნორმებს და ზომებს ირაკლი, ერთი არის რომ თქვა კი ძალიან კარგია რომ გაკეთდა ეს ველობილიკი, მაგრამ ძალიან არ სარგებლობენ ფიზიკურად, ხო, როგორც აღნიშნეთ თქვენ. რას მოიცავს ეს უსაფრთხოების ნორმები? პირველ რიგში არის ის, რომ აღსრულება უნდა იყოს იმ ავტომობილების მიმართ, რომლებიც აპარკინგებენ ველობილიკებზე. როცა ველოსიპედისტი მოდის და ხედავს, იზოლებულია გადავიდეს გზაზე და სამწუხაროდ ხდება შემთხვევები, როცა გადასწრების მომენტში უკვე ავტომობილი ეხება ველოსიპედისტს. მეორე არის ის, რომ ჩემი აზრით უნდა იყოს ოდნავ ამაღლებული ეს ველობილიკები, გამოყოფილი უნდა იყოს, იმიტომ რომ ავტომობილს თავისუფლად არ უნდა შეეძლოს გადასვლა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მძღოლებმა იციან სად აყენია კამერები და ახდენენ ამ ველობილიკების ხარჯზე სიჩქარის გაზრდას, ანუ ესე არ უნდა ხდებოდეს. მეორე, უფრო მკვეთრი უნდა იყოს ეს ველობილიკი, შეიძლება გამოყოთ საერთოდ და ფერადი იყოს და უფრო გავზარდოთ კიდე სანქცია და არ ვიცი, შესაძლებელია თუ რაც არის ის სანქცია მაინც აღასრულოს პატრულმა და დააჯარიმოს ეს მძღოლები. არ შეიძლება რომ 10 მანქანა იყოს ველოსიპედის ზოლში დაყენებული და უბრალოდ ჩაიაროს საპატრულო პოლიციელმა და ანუ არ დაუწეროს მათ ჯარიმები, ხო? მეორე მხრივ თვითონ ველოსიპედისტებიც ეხლა რო ვთქვათ, რომ ცოდავენ და ცუდად იქცევიან, ასე არ არის, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თუ არ არის ველობილიკები ტროტუარებზე იარონ და ტროტუარებზე გადაადგილდნენ, ამიტომ ის ტროტუარებიც შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი. არის ადგილები, სადაც შეუძლებელია ველობილიკების გაკეთება, ხო? აქედან გამომდინარე, ის ტროტუარები უნდა იყოს იმდაგვარად ადაპტირებული, რომ ველოსიპედისტმა გავლა შეძლოს და ყველაზე უარესიც, ანუ ზოგიერთი ადგილი არის, სადაც ველობილიკების წყვეტა რომ არ მოხდარიყო, ავტობუსის ზოლში არის ველოსიპედისტის გადაადგილება დაშვებული. და ძალიან ბევრი ავტობუსი მძღოლი უკმაყოფილებას გამორთქვავს მათ მიმართ და ხშირ შემთხვევაში საყვირისხმებით გადაიწიე, როცა იმაზე მეც სიჩქარეს ვერ განავითარებს, რაც ველოსიპედი მიდის, იმიტომ რომ ქალაქის პირობებში ახლა 10-15-ით მოძრაობს ის ავტობუსი იმ კონკრეტულ მონაკვეთზე და ზუსტად იგივე სიჩქარით მოძრაობს ველოსიპედისტი. მაქსიმუმ ლაპარაკობთ ალბათ 50-100 მეტრიან მონაკვეთზე და აქედან გამომდინარე, იმ ავტობუსის მძღოლებსაც უნდა აუხსნათ, რომ ის მათი გზაც არის და კანონმდებლობა ანიჭებს მათ უპირატესობას ამ გზაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ საინფორმაციო კუთხით მეტი არის როგორც იგივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებთან სამუშაო, ისევე ჩვენს მოქალაქეებთან და ზოგადად იმ აბსურდებთან, ვინც ამ პრობლემების უკან დგას. მადლობა. დიდი მადლობა საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ზორია გვესაუბრებოდა.